ლელოს სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. პოლიტიკურმა ძალამ ქართულ ოცნებას დაასწრო და სამართლებრივად მოითხოვა, რომ კოლეგიამ პოლიტიკური სუბიექტების ამკრძალავი კანონი ანტიკონსტიტუციურად ცნოს. რეპრესიული კანონის გაუქმებისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს. ის არამხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ საქართველოს კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება. არ არის გამორიცხული ლელომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართოს. ეს ნორმები რომ არაკონსტიტუციურია, ამას არ სჭირდება განსაკუთრებული ცოდნაც კი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს დამწყები იურისტისთვისაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება კონკრეტულ პირებს, ინდივიდებს, პოლიტიკოსებს, არაპოლიტიკოსებსაც აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა. პარლამენტის თავმჯდომარე ლელოს არა საკონსტიტუციოსთვის, არამედ ნინო ლომჯარიასთვის მიმართვას ურჩევს. იმ მიზეზით თითქოს ახალხო დამცველობის დროს ლომჯარიამ თავად გამოიჩინა ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ალტინფოს გაუქმება მოეთხოვა. ოღონდ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ ალტინფო ღიად რუსულ, შესაბამისად ანტიეროვნულ და მოღალატეობრივ ინტერესებს ატარებდა ქვეყანაში. ლელოს მორჩა მიმართონ ნინო ლომჯარიას. თუ კი აინტერესებთ პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციური ან არაკონსტიტუციური ინსტრუმენტია მიმართონ ნინო ლომჯარიას და ის გაუწევს მათ კონსულტაციას ადამიანი რომელსაც თავად ჰქონდა სარჩელი შედგენილი დაგზავნილი ლელოსთვის მათ შორის ლელოსაც მისცა იმ სარჩელის პროექტი რომელსაც ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის ჰქონდა. პარალელურად ნაციონალურმა მოძრაობამ დახურულ კარს მიღმა აქტიური მსჯელობა დაიწყო. რას მოიმოქმედებს თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია ფორმალურად აიკრძალება. ნაცმოძრაობაში ჯერჯერობით არ გვიმხელენ, რა სტრატეგია შეიმუშავებენ, თუმცა აანონსებენ, რომ საზოგადოებას ამის შესახებ უახლოეს მომავალში ეცნობება. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში არავითარი დემოკრატიული პროცესის იმედი არ გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამ ნაბიჯების შესახებ ნამდვილად საზოგადოებისთვის უმალე გახდება ცნობილი. ნაციონალური მოძრაობა არაა ერთადერთი პარტია, რომელიც პოლიტიკური ველიდან გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. ქართული ოცნების მიერ სამ დღეში მიღებული კანონი იმდენად ფართო და ზოგადია, რომ ოლიგარქი ამ კანონს მოარგებს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ვინც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდება. ანუ ივანიშვილის ხელისუფლებას ხელფეხი ეხსნება, რომ პოლიტიკური საქმიანობის უფლება ჩამოართვას არა მხოლოდ რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს ან პარტიის წევრებს, არამედ იმ სუბიექტებსაც, რომლებიც პარტიულები არასდროს ყოფილან. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების ხელში ჩნდება იარაღი, თავად ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, ვის მისცეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება და ვის არა. მათ ეშინიათ აბსოლუტურად ყველა აქტიური ადამიანის, არა მხოლოდ არსებული პოლიტიკური პარტიების, არამედ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება პოლიტიკური პარტია შექმნას და პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს. პარტიების აკრძალვა და რიგითი მოქალაქეებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა ქართული ოცნებისთვის ავტორიტარიზმის ახალ და აგრესიულ ხარისხში გადასვლას ნიშნავს. არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ოცნების კანონი დემოკრატიული წესწყობილების პრინციპს უქმნის საფრთხეს და რიგით მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების საშუალებას ართმევს. როგორც პუტინის, ასე ვთქვათ, რუსეთში ხდება, ზუსტად ისე ქართული ოცნების რეჟიმი აპირებს, რომ ყველანაირი პოლიტიკური სივრცე თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის და ზოგადად არჩევანის უფლება წაართვას ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს. მესამე სექტორისთვის კომიკურია ისიც, რატომ ისწრაფვის ასე გულმოდგინეთ ქართული ოცნება პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვას. მაშინ, როცა თავად ხელისუფლება მუდმივად იმაზე აპელირებს, რომ კონკურენტი არ ჰყავს და ოპოზიციური ძალები მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. მიზანი არის ის, რომ წინასწარ კონკურენტები მოიცილოს ქართულმა ოცნებამ. ხომ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ერთის მხრივ ისინი ამბობენ, რომ კარგად არიან, ძალიან ბევრი მომხრე ყავთ და გამართულები არიან წელში და მათ ხელისუფლებაში ყოფნას არანაირი პრობლემა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მეორეს მხრივ იჭერენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და იღებენ სპეციალურ კანონებს, რომელიც აკრძალავს არა მხოლოდ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ სამომავლოდ ყველა იმ ადამიანის საქმიანობას, პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც შესაძლოა მათი კონკურენტი იყოს მომავალში. მოძრაობა თავისუფლების მოედანი, რომელიც დიდი
დიდი ხანია შესაბამის უწყებას მიმართავს, რომ დაარეგისტრირონ პარტიად. ამ დრომდე მოთხოვნას არ უკმაყოფილებენ. ლევან ცუცქირიძისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ოცნებას აფრთხობს ოპონენტები, რადგან ძალაუფლების დაკარგვის რისკს ხედავს. უკვე არსებული პოლიტიკური ველის განეიტრალება კი დემოკრატიის განადგურებას მოასწავებს. ეს არის რეალურად მოქალაქეობის უფლების წართმევა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც შეიძლება უნდოდეს საკუთარი პოლიტიკური რაღაც აზრი გამოხატოს ორგანიზებული გზით და ეს არის, ანუ ქართულ ოცნებას სურს ქვეყანაში იყოს ბატონყმობა. ქართული ოცნების არჩელი თითქმის უკვე მზადაა. სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ამ დოკუმენტს სასამართლოს ხვალ გაუგზავნის.